დღეს იკას დაბადების დღე, ახლა ეს გადმოსულა. ასე. ახცეცამი. ხაჭაპურის მეტყველებს. უბრალოდ მეტყველებს. იკას დაბადების დღეს უნდა იწყებოდეს ხაჭაპურის ცომით. ეს არის 9 ივნისი ხალხო და ესეთი ამინდია და უმეტესად ჩემს დაბადების დღესაც ესეთი ამინდია ხოლმე. ანუ დაჟე უფრო ნაცრისფერია ხოლმე უმეტესად ჩემს დაბადების დღეზე. დღეს მგონი მაინც მზეც იქნება. აბა ახალი ჩაიძნით უნდა ყავა. როგორ მახსოვს ამ შარვალში. ვიდეოებში აი ეს რომ მქონდა იმასავით სავარძელივით ერთი ადგილი და ანუ რა დავიკერე 54-მდე თავიდან მე მომიმატე ისევ რამდენიმე კილო რა სანამ კიდე დავიკლავდი და კომენტარებში ხალხს უხარო და მოიმატა აბა ნახე Marera sizam arsada kullanıyorum. Cem böyle çarpıyor. Ama cerrahı. Cerrahı o işler geçiyor. Mesela Güzel. მუშაობდი, პასუხებს ვცემდი, ხო და ჩემ ჩატში სათხარ რომ წერდნენ მარათონის. დღეს მინდა რომ დილიდან რისი საქმეების მომთავრებაც შეიძლება მომთავრო, რომ გამრიელად ვიყოთ, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ მაინც პროცესშიც ბევრი იქნება, მაგრამ ნუ დილიდან რაც შეიძლება ხო შეიძლება იქ გავაკეთო და ეგრე წუხად ვეხვეწებოდი ეს ყველი რომ ვიყიდეთ იმას უნდა თქო დავაჩოფეროთ თქო ცოცხალი თავით არ ადგა და ეხა ბავშვს წინავს არა დამხაჭებულებს გამოვაცხობდი უკვე მაგრამ მე დაცხება ეხა არის მივიდე მაგარი მიხურო, გაეღვიძება. გაეღვიძება, კი აქ უნდა გააკეთო, აივანი. გააკეთე? აივანი. ხო, უნდა გააკეთო, ბაბა. კაიქენია ცომი, უხალ გამომოვზიდე. 0-0 და 0-1 რო იყო მე ცომს ვზელდი.
აიკა ესე იდაო. ჰა? ეს არის მუცლის ვაკუუმ ვარჯიშები, აი ამ კუნთით. აი ეს უნდა აიკრა ზურგზე, ოღონდ მშიერზე. ეხლა ყავა გავიკეთე. აქ მუშაობს ღრმა კუნთები, მუცლი. აი ამ დროს აი ეს აი რა კაცურ კუნთი ჩაკეთე, ნახე? ხოდი. იხადე? ნახე? აი ამას ვხედავ. ნახე. აი ეს. აი ესეც. ეს ხმუშაობს. აბა გააკეთე. აი ამით, უნდა ჩაისუნთქო და აი ამ კუნთში, ეს არის კუნთი, რომელიც ყველაზე ნაკლებად მუშაობს ასეთ ყველაფერში. და როცა ამას აკეთებ, უნდა ჩაისუნთქო, აი ამით უნდა დაიჭირო შიგნით. ეს. და აი მაგას მუშაობს ეს. ვაკუუმის ვარჯიში. აი ამ მთელი აქაც კუნთებია შიდა, ყველაზე ღრმა, აი მაგერი. რომელიც პრესებითაც კი არ ვარჯიშობ. ეს აღმოსავლური ისეთი სახით. აი ვარ ცხრილით ისე. და რამდენჯერ. არა, რამდენჯერ თავის 3 წიწებენ და ის შიერს და ისე აცნებია. აბა გააკეთე. 15. Перепирашваешь кунти, суши гнитари. Кунти, я даже зермоданари мене цхим. Ай сай. Мощния. ის კუნთის დამუშავება კიდე თავია. მუცლის ცხენი ყველაზე ცხენი რაც არის. ყველაზე ცუდი. მელა კი ვაშიგნით კუნთი. ხაცი გიწყება და ანუ არ მეტყობა კიდე კარგად ჩემი კუნთები შესიებულია ყველაფერი. არა უშო. მაგას ვიჩი, ჩამწელებული. ამაზე გავყიდა უნდა. რაც მიღწევადია, იმაზე კაცმა არ გაიწევს. როცა ამგონა რა რაღაცები, სადაც ვერაფერი ფუნქციონირებს და ვერ შევსწრებ. ყველაზე დიდი მყრეხელობა ის. აი ხალხო ნახეთ. და. აბა იკა, ესე ვამაიღო. სადარი და აგერ ეხლა იქნება აგერ. აი ახლა ჩვენ გვაქვს სახში დაბადების დღე და მე დღეს ყველაფერი ვჭამე. აბსოლუტურად ყველაფერი. მწვადი,
ხაჭაპური, ყველაფერი რაც მინდოდა. ტორტიც ვჭამე. დილას. ეს ძალიან მიყვარს და აი ესეთი რო გამუღვარი აქვს, ეგეთი მიყვარს. ეხლა ამასაც ვჭამ. ხვალიდან გავაგრძელებ ჩვეულებრივად ჩემს რეჟიმს. და ვინარჩუნებ და შევინარჩუნებ ჩემს ზონას. რეალურად დაბალანსებული კვება არის საოცრება. იმიტომ რომ ხარ ენერგიული, ზონაში იკლებ, ჯანმრთელობა, ანუ გიწესრიგდება ყველაფერი. მე მაგალითად ინსულინ რეზისტენტური ვიყავი და აღარ ვარ, რაც დავიკელი. ცხადია, ყველა ადამიანს მხოლოდ დაკლება არ შველის და გაჩნია რა მდგომარეობაში აქვს თუნდაც ის ინსულინ რეზისტენტობა, მაგრამ ბევრ ადამიანს უწესრიგდება. იმიტომ რომ სისხლში შაქარი სტაბილურდება, იმიტომ რომ ზედმეტი წონა, რომელიც რა თქმა უნდა ძალიან ცუდი ამ დროს აღარ არის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ და კიდე რაც ყველაზე მთავარია, ჩემ მარათონში ჩემი მენიუები არის ძალიან გემრიელი. იმიტომ რომ მე ვარ ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია ისეთი რაღაცა რომ უგემურად ჭამოს. და მით უმეტეს კიდე სხვა ადამიანებს ვერასდროს ვერ ვაჭმევ უგემურად. ჩემი ერთ-ერთი ჰობი არის კულინარია. და კეთების პროცესი ხო ძალიან მიყვარს და ასევე ძალიან მიყვარს იცით რა? როცა ვხედავ ადამიანები გემრიელად რომ ჭამენ. ადამიანს ხო ძალიან აღიზიანებს სხვა ადამიანებს ჭამა. მე ყოველთვის მიყვარს და როცა ვხედავ რომ ადამიანი გემრიელად ჭამს, გინდათ ის ჭყალებში არაესთეტიურად გამოიყურებოდეს. ამიტომ იყო რომ მუკბანგების გადაღება დავიწყე, რადგან მიყვარს მე თვითონ ამის ყურება. ხო და მოკლედ და ზოგადად ადამიანებიც მიყვარს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ მინახია ადამიანებისგან ცუდი. ხო, მაგრამ მაინც ანუ ძალიან მიყვარს და ძალიან მაბედნიერებს ეს ყველაფერი, რაც ვაკეთებ და ჩემ გოგოებს აქვს ძალიან კარგი შედეგები. ვჭამთ გემრიელად, ვსწავლობ დაბალანსებულ კვებას, გვაქვს мотиваცია, იმიტომ რომ ვართ ერთად და აქცია გვაქვს, რომელიც მოქმედებს 3 დღე. პირობების გასაგებად მომწერე პირად შეტყობინებაში და შემოგვიერთდი 16 ივნისს ვიწყებთ, დავიკლოთ გემრიელად და ასევე ვისწავლოთ, როცა დავიკლებთ გემრიელად, მერე როგორ შევინარჩუნოთ, იმიტომ რომ მარტო დაკლება არ არის, შენარჩუნებაც საჭიროა. გაგვაცით. თქვენ ხო ყველანაირი გიყვარვართ. გაჩეჩილი, გადღლეზილი. და ეს ნახეთ. არ შემილია. ჩაი არა იკას. აი მე გესმოდათ იმედია. ჩაი არა იკას დაბადების დღე. წვიმს. დილიდან მოგიყვებით იქიდან გამომდინარე ბევრი არაფერი არ გათამიხია. ახლოს მოდით ჩემთან. მოგიყვებით. მოკლედ. ჩვეულებრივი წყნარი დღე იყო. ადრე სანამ პატარა ვიყავი, დაბადების დღეებიდან მქონდა ხოლმე რაღაცა ძალიან დიდი მოლოდინები, რაღაცა სასწაულების დღეა და რაღაცა და მე ყოველთვის იმენ გარწრუებული ვრჩებოდი ხოლმე, იმიტომ რომ სინამდვილეში დაბადების დღე ჩვეულებრივი დღეა. და სინამდვილეში ყველა დღე დაბადების დღეა, როცა ცოცხალი ვიყავით. ну რა თქმა უნდა ძალიან დასაფასებელია ის რომ დავიბადეთ და მე ძალიან მიყვარს დაბადების დღე, ძალიან მიყვარს ჩემი დაბადების დღე, ჩემი ოჯახის წევრების, შვილების, ყველას დაბადების დღე. მაგრამ ანუ ეხლა უკვე აღვიქვავ როგორც ჩვეულებრივ დღეს. ანუ რას გულისხმობ? მაგალითად ადრე არაბრიზიდებით არ ვიმუშავებდი დაბადების დღეზე. დღეს მთელი დღე ვმუშაობდი, მთელი დღე. ხო. შესაბამისად, აევას დაბადების დღეზეც მთელი დღე ვმუშაობდი და მოკლედ, ჩემ დაბადების დღეს ესე იქნება. შესაბამისად, გავიზარდე. და ახლოს მინდა რომ ვიყო თქვენთან. ხო.
ხო და მოკლედ ძალიან მშვიდი წყნარი ესეთი ყუდრო ოჯახური დღე იყო. გათენდა თუ არა, შევკვეთე მანდარტის ტორტი. ჯერ ნახე ისა ხაჭაპურის ცომი მოვზილე შუაღამისას. 1 წუთი იყო იმისი რა ქვია პირველის. იგას ეძინა. მოვედი მიულოცა დაბადების მომძახა. ეკი გილოცავ დაბადების ხო და წავედი ცომი მოვზილე. იმიტომ რომ ყველაზე კაი საჩუქარი მაგის ალბათ ხაჭაპურია. ჩემს მილოცვის სიტყვებს ეგერჩივნა ალბათ. ხო და დილასაც რო გავიღვიძე, წავედი ვნახე, ამოფუმფულებული იყო, გადმოდიოდა, გადმოსული ნაწილები გამხმარი იყო, მოვაძრე და გადაუძახე. და მე მუშაობდი 8 საათიდან 10 საათამდე. და მე 10 საათზე შევკვეთე მანდარტის ტორტი ტყუპი. შევკვეთე ბოლტით, იმიტომ რომ აქცია ქონდა ბოლტ ფუდით. მოიტანეს კიდე ვიმუშავე. ყველა მე მელოდებოდა. და ამ დროს ევამაც გაიღვიძა. თორნიკემაც გაიღვიძა. თორნიკე და ანდრია იძინებენ გვიან, თორნიკე და ევა. იძინებენ გვიან და იღვიძებენ გვიან. დანარჩენები ვიღვიძებთ ადრე ყველა. ხო და ისა ემას ვქენით გემრიელად ჩაისთან მივირთვით. ტორტი ყველა. მერე წავედი, დავიწყე ხაჭაპურების გამოცხობა, იმიტომ რომ მერე დაცხება თქო უკვე ცოტა ცხელოდა და ანუ არ იყო მზე, მაგრამ რაღაც ჩუმი სიცხე იყო. ხო და მეთქი მერე დაცხება თქო და არ მინდოდა სიცხეში მერე ცხობა და სხვათა შორის წინა წლებში მახსოვს რომ მე იგას უარი უთხარი მის დაბადების დღეზე ხაჭაპურის გამოცხობაზე, ზამთარში გამოვაცხობ შემოდგომაზე, როცა გინდა მეთქი, მაგრამ ეხა ვერა თქვა, იმიტომ რომ მახსოვს რომ ძალიან ცხელოდა მაშინ და ეხა წელს საერთოდ არ ცხელოდა ეგრე. ანუ ეგეც სიცხე არ იყო ნამდვილად. გამოვაცხეს. რამდენი ხაჭაპური გამოვიდა? 5 ხო? ოღონდ 2 თუ 3 იყო უზარმაზარი. და მე ხაჭაპურები ვჭამეთ, ძალიან გემრიელია, ამ ძალიან კარგად დავამუღამე. ამ ჩემებური არც მეგრულია, არც იმერულია, ნინულია. ანუ მეგრულზე უფრო თხელია. იმერულზე უფრო ხრაკუნა. აი თხელია ძალიან რა. მოგეთ კარგია. მარათონის ამბებზე მომწერეს. ხო. ხო და მოკლედ მე ეგ იყო. მე მაგის მერე ყველა ისვენებდა და მე ისე მუშაობდი. ან მართლა გიჟურ რეჟიმში მუშაობ ხალხ. აი ჩემი ეს ტელეფონი ახლა რომელსაც ვიდეოს ვიღებ, უბრალოდ ვერ დავტენე დღეს. შევაერთებდი, გამოვაერთებდი, შევაერთებდი, გამოვაერთებდი. ხო. იმიტომ რომ ამ ტელეფონში რაღაცების დაკოპირება რომ მინდა ხოლმე, კი აკოპირებს, მაგრამ არ სვავს. არ ვიცი, რაღაც აქ პარამეტრი გასწორებელი, ბავშვებს უნდა გავასწორებინო. ხო. 3 ტელეფონით ვმუშაობ, პლუს 2 ლეპტოპით. ხო. ესე. მერე აი ეს არის ყინული. იკა. აი ეს არის ყინული. ყინული მინდაო გეუბნება. ხო. მერე გავიდა დრო დაღამდა. გამოხდა ხანი. დავჭერი ეს სამწვადე. იკა მანთო ცეცხლი და შეწვა მწვადი. გემრიელი იყო, მაგრამ მწვადი, ანუ ხორცი არ იყო ახალი. ანუ 1-3 დღის იქნებოდა რა. და ხორცს როცა 3 დღის არის, ხოლმე თავისებური სუნი აქვს. ანუ გაფუჭებული კი არა, აი სხვანაირი, არ ვიცი. ვისაც ხორცი ჩემსავით გიყვართ, ისინი მიხვდებით. მიხვდებით რას ვიძახი. ანუ მოკლედ სხვანაირია რა. ვერ ვჭამე წესიერად, ანუ გემრიელი ვერ ვჭამე, მოკლედ მწვადი. მაგრამ მწვადი ყველაზე ძალიან მიყვარს.
მაგის მერე კიდევ ვიმუშავე აქამდე. ეხლა არის 10 საათი. ხო და ესე გავიდა ეს დღე. მე დაიწყო წვიმა, მე ვჭიქი გარეთ წვიმაში. ველაპარაკებოდი ჩემ მარათონში გოგოებს, დავგრძნობდი რომ ვარ ძალიან ბედნიერი. და ვიგრძნი რომ თქვენ მაკლდით სრულყოფილი ბედნიერებისგან. თქვენ მაკლდით იმისთვის რომ ყოფილიყავი სრულყოფილად ბედნიერი. ძლივ ჩამოვაყალიბე. ხო და ამიტომ მოვედი თქვენთან. და ოკეი. ეხლა მინდა რომ წავკითხო თქვენი კომენტარები. ნინი სამუშაოდ ძალიან პრეტენზიული და საჩალიჩო და რთულია, ბევრად ჯობს HP ან ThinkPad-ი, მეც მაქვს MacBook-ი და ამიტომ წერ. არ ვიცი, მე ძალიან მომწონს. ანუ გადმოვწერე ის პროგრამები, რაც მჭირდება და უზომოდ მომწონს. აი, ეგეთი სიამოვნება არ მიმიღია მე ლეპტოპთან მუშაობით არასდროს. უფრო მეცაც გეტყვით, რომ ყოველთვის მიყვარდა უფრო ტელეფონში ყველაფერს კეთება, იმიტომ რომ დიდად არ მიყვარდა ლეპტოპთან და კომპიუტერთან მუშაობა, მაგრამ ამასთან ანუ, რავი, ერთი სიამოვნება თეომ დაწერა. ნონე. სალამი ძვირფას, რამდენი ხანი აღარ დამინახავ შენი კომენტარი. როგორ გამიხარდა? რამდენი წელია გიყურებ და მოკლედ ისე მიხარია ამ საქმეს რომ აკეთებ. მეც მუშაობ რაღაც პროექტზე და იმ ხელა мотиваციას მაძლევ ვერ წარმოიდგენ. მეტი ვიდეო ჩაწერე ამაზე გთხოვ, როგორ აორგანიზებ ამ ყველაფერს, როგორ გეგმავ დღეს და ასე შემდეგ წარმატებები. ვერ გეგმავ. ანუ თალკე ვიდეოს შეიძლება ამაზე საუბარი, მაგრამ მე ხომ აქ ADHD. და როგორი ვარ, იცი? მე ვმუშაობ ტალღაზე. ანუ მე რომ გავწერო დრო საათების მიხედვით, ვერაფერს ვერ გავაკეთებ, ვიქნები მთელი დღე პარალიზებული. ანუ ADHD-ს პარალიჩი ქვია მაგას. თურმე, მე არ ვიცოდი რომ ეგ ერქვა. ანუ ეგ ასაკეთებელია და ვაკეთებ. ან მაქვს мотиваცია, ეხა მაგალითად ვიგრძნი, რომ უნდა გადამეყო ვლოგი. ვიღებ. თუ ამ მომენტში როცა ეს ვიგრძნი არ ვაკეთებ, მე არ ვაკეთებ. მაგრამ ნახე, დროთა განმავლობაში გამომიმუშავდა ძალიან დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა. და ეხა როცა ხალხთან ვმუშაობ, ან ნახე როცა მე მარტო ვარ, აი ნახეთ ეხა თქვენ ძალიან გიყვართ ჩემი ვლოგები და დღეს ერთმა ძალიან საყვარელმა ადამიანმა მითხრა რომ შენი ვლოგები რომ შემომაკლდა, ლამის დეპრესიაშიც კი ჩავარდიო. ვიცი რომ ესე ძალიან გიყვართ ჩემი ვლოგები. მაგრამ ანუ ეს უკავშირი ყოველთვის არ მაქვს, ხო ხდებით? ანუ მე რომ იმ ადამიანებს ვისაც უნდა მივწერო, საქმე უნდა გავაკეთო და უთხარი სიტყვა და ის სიტყვა უნდა შევასრულო, ეგ თუ არ გავაკეთე, ანუ იმ ადამიანებს რაღაცა უფუჭდებათ საქმე, თუნდაც მარათონში, ხო? შედეგი ფუჭდება მერე. ამიტომ მე არ მაქვს უფლება, რომ ეს არ გავაკეთო. და რადგან მასეა, ვაკეთებ დაუყოვნებლივ. ანუ ღმერთმა დამიფაროსა თუ რამე ისეთი არ ხდება, გადაუდებელი ფორს მაჟორული სიტუაცია, ყველაფერს ვაკეთებ დაუყოვნებლივ. ერთადერთი დრო, არა. 3 დრო, როცა არ ვაკეთებ არაფერს, გარდა პროცესში ყოფნის ერთი არის, როცა ევას ვასეირნებ. ვარ მხოლოდ მასთან. სულ რომ დაიქცეს ქვეყანა. და ეს უკვე საღამოს არის და ამ დროს ქვეყანა აღარ იქცევა. ისე მაქვს ეგ დაორგანიზებული. მეორე როცა აბაზანაში შევდივარ, არ შემაქვს ტელეფონი. და მესამე როცა მძინავს. და ჯენი დრო, აი ეხაც არ ჩერდება ჩემი ტელეფონი. ასე. თათია. ლამაზებო ევა როგორი ლამაზი ყავთ, უღრმესი მადლობა ჩემო ძვირფასო, ძალიან დიდი მადლობა. ირმა ულამაზესი ხარ ჩემო თოჯინაიკას, ულოცავ იუბილეს, გილოცავთ ყველა სიხარეთ და იბედნიერეთ მრავალი წლები. მადლობა ჩემო ირმა ძვირფასო. ლელუნი მოგვენატრე საყვარელო. ნინი, ჩემთვის უდიდესი мотиваტორი ხარ, სულ წისვლა და წარმატებები. ძალიან დიდი მადლობა ჩემო ძვირფასო.
უღრმესი მადლობა. ანუ მე სულ ვფიქრობ მაგას, რომ როგორ სწორად მოვიქეცი წლების წინ, რომ ჩემი ყველაზე ცუდი ვერსია რაც იყო, მაშინ მე ვიყავი ჩემი თავის ყველაზე ცუდი ვერსია, იცით რატო? იმიტომ რომ მაშინ მქონდა ყველაზე დიდი განულების ხანა. ანუ როცა ყველაფერი, ნახე, ყველაფერი რაც მე ვიყავი, იყო გაფანტული და დამარხული. ანუ ჩემი ყველა ნაწილი, წარმოიდგინეთ, იყო ფაზლად დაშლილი, გაფანტული და დამარხული ძალიან ღრმად ჩემში. ყველაფერი რაც მე მეგონა რომ მე ვიყავი და ჩემი სურვილები, ფიქრები და აზრები იყო სხვების სურვილები, ფიქრები და აზრები. და როცა ეს სხვების სურვილები, ფიქრები და აზრები მოვიშორე, ჩემი დამარხული ნაწილები ამოვიღე, აი ამ პერიოდს მე 10 წელი დეპრესია, 10 წლიანი დეპრესიით და ამაზე შინაგანი მუშაობით. ანუ დეპრესია ძალიან მტკივნეულია ყველაფერი და ძალიან სულად ხარ ამ დროს. ანუ წარმოიდგინე, როცა იშორებ შეხედულებებს, რომლებიც შენი გეგონა და შენი არ არის და როცა შენებს პოულობ შიგნით და ამოგაკ, ანუ ეს არის ძალიან მტკივნეული და ძალიან ხანგრძლივი. მით უმეტეს როცა ამას ფსიქოლოგის, ფსიქოთერაპევტის გარეშე მარტო აკეთებ. ხო. და აი რომ ავდექი ფეხზე აქედან. ანუ ჩემი თავი ნაწილ-ნაწილ რომ მოვკრიფე, გავაერთიანე. მიწიდან ამოღებული ფაქტიურად ნაწილები. ისინი გადავაგდეთ და აი ჩემი თავის ყველაზე ცუდი ვერსია ვიყავი რა. აი ფენიქსივით, აი მკვდრში თახტგარივით რა, მე თომაპატია. ამ სიტყვების თქმა. აი ვიცი უბრალოდ რა შევადარო და მაშინ გადავწყვიტე რომ ვიცოდი აუცილებლად რომ ჩემი გზას ვიპოვიდი და ჩემთვის წარმატება არ არის ის რომ ადამიანი მილიონერია, იმიტომ რომ შეიძლება მილიონერი იყოს და უბედური იყოს, იმიტომ რომ ამ საქმესაც საკეთებს, ფული კი მოქონდეს, მაგრამ ბედნიერება და სიხარული არ მოქონდეს. მე შემიძლია თავისუფლად თქვა რომ დღეს რასაც მე ვაკეთებ, ყველაფერს მოაქვს ჩემთვის ბედნიერება და სიხარული. რა თქმა უნდა ძალიან ვიღლები და ძალიან იღლები, ეგეც ჩლუნგდება, ეგ განცდა, მაგრამ მე ვერაფერს დიდებით ვერ გავაკეთებდი ამდენი ხანი რასთი მონდომებით იმას, რაც მე არ მაბედნიერებს. აი ვერაფრის დიდებით ვერ გავაკეთებდი. ხო. ხო, და ეხლა ვაკეთებ, იმიტომ რომ მე ეს მაბედნიერებს და იმიტომ რომ ეს ჩემია. და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს გზა გადავწყვიტე რომ მეჩვენებინა თქვენთვის. მაშინ ვიფიქრე, რომ რამხელა мотиваცია იქნება მეთქი. ანუ სულ ჩემთვის სულ იყო мотиваცია ესეთი ხალხი რა, რომ გამოდიოდა და ამბობდა, რომ მე ესე ვიყავი და ესე გავაკეთე. ეხლა ამოვედი წუმბიდან და ანუ უკვე წუმბიდან ამოსული ადამიანი გამოდიოდა და გველაპარაკებოდა, უკვე ძალიან კარგად რომ გამოიყო, უკვე თავის ძალიან კაი ვერსია რო იყო რა. გვიყვებოდა იმაზე, თავის ყველაზე ცუდი ვერსია როცა იყო. და მე კიდე ძალიან მინდოდა, რომ თქვენთვის მეჩვენები, ანუ მერე კი არ მომეყოლა, როცა ჩემი თავის საუკეთესო ვერსია ვიქნებოდი იმაზე. არამედ პროცესში მეჩვენებინა თქვენთვის, ეს მინდოდა. და ეხლაც პროცესში ვარ, რეალურად მე არ ვთვლი ხარ ვარ ჩემი თავის საუკეთესო ვერსია. მაგრამ მინდა რომ 50 წლისთვის ვიყო. და მერე ცხოვრებას მორჩება. მაგრამ მერე რა, თავარი შედეგი არ არის, თავი პროცესია. თავი გზა არის. და არადანიშნულების ადგილი. გზა თუ არ გაბედნიერებს. არაფერს არ აქვს აზრი, რომ ხელა რაღაცა მოვაყოლე. ბაბი, გაიზარდა ები ჩვენ წინ ბედნიერი გაიზარდებებო, მადლობა ძვირფასო. ლელა მიყვარ ხარნი წარმატებები ყველგან შენ საქმეში, მადლობა ჩემო ძვირფასო. შორენა როგორ ხარნი, კარგად შენ ძვირფასო. ყველა მიყვარს ლიას ნაყიდობების ვლოგი, მეც ძალიან მომენატრა სხვათა შორის ესეთი ვიდეოები. და ვაძლევ ხოლმე ფულს რომ წავიდეს როცა შეძლებს და იყიდოს რაღაცეები. თან ეხა ხო იცით ისეთი სეზონი მოვიდა. ნინი ტორტილას რეცეპტს არ გაგვიზიარებ იმ ვიდეოზეც მოგწერე, მაგრამ სავარაუდოდ არ გინახე ვიწუნა რა სიყვარულია, გიგზავნით სიყვარულებს და სიხარულებს. ტორტილას რეცეპტი იყო 350 გრამი ცეხვილი ფქვილი, 150 გრამი თეთრი ფქვილი, ის გამაფხვიერებელი, საფუარი არა, გამაფხვიერებელი ნახევარი ჩაის კოვზი,
ისა მეთქი ზეთი ერთი სუფრის კოვზი ბოლოს უნდა გადაზიელო ზეთში და წყალი 320 მl. ხო, всё. მარილი კიდე. ნახევარ ჩაის კოვზი. ნუ გემოვნებით. მოზელ დაასვენებ ცოტა ხანი, ანუ არ ფულდება, უბრალოდ უნდა დაასვენო. მერე 60 გრამიან გუნდებად დავყავი მე და გამოვაცხე უცხიმო ტაფაზე ორივე მხრიდან. თან მარტივია და ძალიან გემრიელი. ანათია ეს ხალხი მაოცებს. არ მესმის იმ ხალხის, ვისაც ყველაფერი უფასოდ უნდა და თან გონია, რომ ვიღაც ვალდებულია თავის დრო და შრომა აჩუქოს. დახმარება ერთია, მაგრამ სხვის საქმის და გამოცდილების დაუფასებლობა სულ სხვა. ხო, ძვირფასო, მე სულ ვცდილობ, რომ ადამიანებს დავეხმარო და მართლა ძალიან ბევრი ვიდეო მაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით და ბევრმა ადამიანმა, ანუ ნახე ამ ადამიანებს რა არის მითიცი, ვისაც გონია, რომ შენ უფასოდ ვალდებული ხარ, რომ მათ რაღაცა გაუკეთო. ნახე რა უნდათ, მათ უნდათ მზა პროდუქტი, მისცე შენ უფასოდ. როცა ვეუბნები, რომ მაქვს ძალიან ბევრი ვიდეო და მოძებნეთ, გაეცანით და გამოიყენეთ, ეგ არ უნდათ, იმიტომ რომ ნახე, აქ ხომ და მოაგროვო ის ცოდნა, დახარჯო დრო, მე შენ თვითონ გადმოიტანო ცხოვრებაში. ანუ ის ადამიანები, ვისაც მაგალითად არ აქვს ფულის რესურსი, მაგრამ მონდომებულები არიან, ამას აკეთებენ და შედეგსაც იღებენ და მადლიერებიც არიან. მაგრამ იმ კატეგორიას, იმ მეორე კატეგორიას რა უნდა იცი, რომ შენ თვითონ არ იწვალოს, ვიდეოებს არ უსმინოს, არ უყუროს, უბრალოდ შენთან მოვიდეს, შენ მზა სტრუქტურა მისცე და მისცე არასაფასურით, არამედ აჩუქო და თვითონ წყალს არ მოგაწვდიან უფასოდ. ეგ კატეგორია. ეთერი რა თქმა უნდა, გიგებთ საყვარელო ნინი, ესაა ცხოვრება, კარგია რომ სასარგებლო საქმით ხარ დაკავებული. ჩვენ კი შენი ერთგულები ამას გაგიგებთ, ხვდებით, გისურვებ წარმატებებს ყველა შენს გადაწყვეტილებაში და გადადგმულ ნაბიჯში. ისევ ანუ დიდი მადლობა ძვირფასო და ისევ ვცდილობ თუ ამჩნევთ ეს ბოლო დღეები, რომ ვიდეოები გადავიღო, მიუხედავად იმისა, რომ ეხლა აილოვზი ვარ და ვლაპარაკობ, გრძნობ როგორ მეძინება, მაგრამ მინდა რომ ეს ვიდეო არა მარტო გადავიღო, არამედ დავამონტაჟო და დავდო დღეს. იმიტომ რომ მინდა რომ ისევ თუნდაც ერთი ვიდეო დღეში დავდო, მიუხედავად ჩემი გრაფიკისა. იმიტომ რომ თქვენ ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული ხართ და კი რაღაც რო დამეჩაგრეთ, მაგრამ არ მინდა რომ ასე გაგრძელდეს. ლელა, ჩემო ლამაზო კარგ საქმეში გამოგიყენებინოს, მიყვარხარ რომ MacBook-ზე, მადლობა ძვირფასო, დიდი მადლობა. ბაბი ყოჩაღლიას ბაზარს მშვენივრად მოივლის ხოლმე ჯანმრთელობას ვუსურებ 100 წელი. მადლობა ძვირფასო. არ დახიო ეს. ხო, ბაზარი უყვარს. ირინა, როგორ გამიხარდა ეს იმ დღესაც წავიკითხე, ძალიან გავბედნიედი. ანინი, შენ უკვე ისეთი ახლობელი გახდი, ოჯახის წევრი ვითხარ, ბავშვები ჩვენ თვალწინ გაიზარდნენ. ყოველ დღე მიხარია თქვენი დანახვა, ყველა საქმეში მინდა წარმატება გისურვოთ, ჩვენც არ დაგვივიწყოთ, ჩემო საყვარელო, ჩემო ძვირფასო. რედიენტზე ვნახე შენი კომენტარი და მე გიპასუხე იქ. ანუ ნინი არ მეწერა, რედიენტი მეწერა, მაგრამ ანუ მინდოდა რომ მოგფერებოდი და ანუ რამე მეთქვა ისეთი რომ მიხდარიყავი რომ მე ვიყავ, მე ვფიქრე რომ ვერ მიხვდებოდი და ვიფიქრებდი ეს ვიღაცა ვერ არისო. ხო, მე ძალიან მიყვარხართ, ძალიან განსაკუთრებით მიყვარხართ, აი ვინც დიდი ხანია ჩემთან ხართ, რაღაცნაირად აი ისეთ შეგრძნება მაქვს, რომ თქოს ერთი ოჯახი ვართ და ძალიან მიყვარხართ, რა ვიცი. ისუსხანაირი გრძნობა მაქვს თქვენდამი. ჩემი ხალხი, ჩემი ადამიანები, ჩემი სულის ნაწილები. აბედნიერი ვარ, რომ ამისი პატივი მხდა წილად უფლისგან, რომ ყოფილიყავი ადამიანი, რომელსაც ყავს ესე თავისი ადამიანები. წარმატება ნინი ყველაფერში. ყველაფერი გაქვს ბედნიერებისთვისო, ვაიმე, მადლობა თათია. შორენა, გილოცავ ნიმზით გაწვიდე ჩემო ადამიანო, მადლობა ძვირფასო. ია, მშვიდობა შენაძენი. ნინი ლამაზო როგორ ხარ, მარიამ, კარგად ძვირფასო, შენ როგორ ხარ?
კეთევანი. გეთანხმები ორ ფეხად ცხოველებს, ოთხ ფეხად ცხოველები ჯობია, მაგრამ ლოგინში ვერც ერთს მაჩვენე. ლოგინში რო იყოს ჩასაწვენი ორ ფეხად ცხოველი ან ოთხ ფეხა რომელს ჩაიწვენდი. არა, მე მგონი დავბერდი ხალხ. ლოგინში ჩაწვენაზე ხა უნდა გითხრათ ძალიან ისეთი უცნაურობა, რაც ალბათ ბევრს გაუკვირდება. მე რომ მქონდეს ფუფუნება, ანუ იმისი. უფრო დიდი ოთახის, მაგალითად, სიამოვნებით მექნებოდა ცალკე ჩემი საწოლი. არ ვიცი, შეიძლება შევღონდი ეს წლები, რაც ევა გაჩნდა 3 რო ვწევარ საწოლში და პლუს ძაღლი და პლუს კატა. ძალიან ძნელი, ანუ, რა ვიცი, ჩემ გემოზე არ მძინავს. ევა არ მინდა რომ ცალკე იწვეს, იმიტომ რომ მოვადრო როცა ჩემთან აღარ დაწვება აღარასდროს და სანამ ეგ რო არ მოსულა, ძალიან ბედნიერი ვარ და მინდა რომ ჩემთან იწვეს. მაგრამ სხვადან არ ჩენნი. მირჩევნია რომ მარტო ვიყო და მქონდეს ჩემი სივრცე და ჩემს საწოლში. მინდა რომ იწვდნენ ჩემი შვილი და ჩემი ცხოველები. აი თქვენ ვერ წარმოიდგენთ მე რა ბედნიერი ვარ, გარეთ რო წვიმს, მე რო საწოლში ვწევარ, საწოლში ბონი რომ მყავს შემომძვრალი, იქით თევა რომ იწევს, იქით კატა, აი პროსტა ვერ წარმოიდგენთ რა ბედნიერი ვარ. ანუ აი სრულყოფილად ბედნიერი ვარ. მართლა. აი ალბათ ბევრი ადამიანს გაუკვირდება და ვერ გაიგებს, მაგრამ ხო, მე ეგრე ვარ. ანინი, მადლობა ჩემო ძვირფასო იმის რომისთვის, ასაც ჩვენთვის აკეთებ. ვიცი როგორი რთულიც არის YouTube-ზე ყოველდღურად ვლოგის დადება, ამას პლუს მარათონი ოჯახი და ამ შემდეგ. მადლობა, მიყვარხარ, მე ძალიან მიყვარხარ ჩემო ძვირფასო. მეთო როგორ ცვიმს. ლელაოტი მეცოდები, მაგრამ ეგრე ჯობს ნიგრძნობს რაღაცას, რომ უნდა გაუკეთონ. ეს ოტოს კასტრაციაზე კი ირმა წარმატებები საყვარელო მართლა უდიდესად დატვირთული ხარ ბოლო დრო. გარედანაც მეტყობა. ია, მე შენი ყურება ისე ბედნიერს ხდის, ისე მიყვარხარ, შენ ყველაზე სუფთასულის გოგო ხარ, ძალიან მინდა სულ წარმატებული იყო. აი მე ძალიან დიდი მადლობა. მე ყველაზე ბედნიერი ვარ ხოლმე, როცა ადამიანები ჩემს სულს ხედავენ. იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ყველაზე ძვირფასიც გამაჩნია ეგა. და ადამიანების უმეტესობას კიდე ძალიან ეადვილება დაინახოს რაღაცა გარეგანი. და ძალიან უჭირს დაინახოს აი ეს ყველაზე მთავარი რაც არის, ეგზიუპერი როგორც ამბობს, ადამიანები თვალებით ხედავენ, რასაც გულით უნდა ხედავდნენ, იმას ძალიან ცოტა ხედავს. ეგ მასეა და ვინც ხედავს, ეგენ ძალიან მიყვარხართ. უსომოდ. ჩემო ძვირფასო ია. ეთერი. ჩვენ კლავ ერთად ვართ და ეს ფანტასტიკურია საყვარელო ნინი. ნამდვილად ჩემო ძვირფასო აბა. ერთადერთი სიკვდილი არის, რაც უშველებელია, თორე დანარჩენი ყველაფერს ეშველება. დატვირთულობასაც, გრაფიკსაც, ყველაფერს. ბაჩო TikTok-ი შოქშია ამინდებზე, როგორ აღარ ხუმრობენ, მე შოქში ვარ წლევანდელი ამინდებით, მაგრამ წვიმას ვინატრებთ, მალე ისეთი კატასტროფა სიცხეები იქნება. ხო, აი მეც ვიგრძენი, რომ მალე ძალიან დაცხება, იმიტომ რომ 1-2 დღე ისეთი ანუ როგორი ჩუმი სიცხე იყო, იცი, რომ აი ვიგრძენი, რომ ძალიან ცხელი ზაფხული გვექნება. არ ვიცი, შეიძლება წვიმიანიც იყოს და ცივიც, მაგრამ მგონია რომ ძალიან ცხელი იქნება. არ ვიცი, ვნახოთ. ხათუნა ჩვენთანაც არეული ამინდებია, დღემონაცვლეობით წვიმს, პირადი პრობლემის გამო ვერ მოახერხე დაწყება, ძალიან გული მწყდება. არა უშავს ჩემო ძვირფასო. მე მიხარია რომ მე შევეცადე. ნინი დილაის დღის ყველაზე ტკბილი, ლამაზი და მშვიდი პერიოდი ჩემთვის. ოღონდ ჩემი თუ გავიღვიძები, მე თუ გამაღვიძებ მტრისას მეც არ მიყვარს. ვინმე რომ მაღვიძებს, იმიტომ რომ ისედაც საერთოდ არ მძინავს და ახლა კიდე ვინმე რომ მაღვიძებს. აი გეფიცებით ხალხო 3-ზე ვიძინებ და 7-ზე მეღვიძებენ. თვალები ნახეთ, აი ესე მაქვს სულ ესე მაქვს, აი ახალ გაღვიძებულზეც ეგრე მაქვს, შუა დღისას ყოველთვის და აი ეს უდაღლის ახლა დღის თუ ვერ ვიძინებ. ღამეც ვერ ვიძინებ. 3 საათამდე და დილას ადრე მეღვიძება. აი ესე თავისით მეღვიძება. და კიდე ვიღაცა მაგაზე ადრე გამაღვიძოს, ვაიმე,
არ მინდა წარმოიდგინე. ჯერ არავის გავუღვიძები, იმიტომ რომ მაგაზე ადრე აქ არავინ არ იღვიძებს, მაგრამ მაინც არ მინდა წარმოიდგინე რა მოხდება. საერთოდ დიდხანს მეძინა ხოლმე, იმიტომ რომ დიდხანს რა მე 2 საათამდე არასოდეს არ მიყვარდა ძილი, მაგრამ აი 10 საათამდე მეძინა ხოლმე და ეგ ჩემთვის დიდხანს იყო. ხან 11-მდეც, როცა გვიან წვებოდა ევა. და მაგიტო გვიან წვებოდი მეც. მაგრამ ეხლა 12 საათამდე ჩემი გოგოები უკვე რას ლაპარაკობ. ვერ. ხოდ მოკლედ ესეთი იყო ჩვენი დღე, ნიკას დაბადების დღე. დალაიქეთ, უყურეთ ვიდეოს, გამოიწერეთ არხი. მიყვარხართ, კოცნით და დროებით ხვალამდე. ხვალამდე ძვირფასი. აბა გავიდეთ გარეთ, ვნახოთ როგორ ლამაზად, როგორ დიდებულად, როგორ საოცრად წვიმს. გიშტები ამ ხმაზე, აი არაფერი მიყვარს ასე ძალიან როგორც ეს ხმა. ნახეთ, დღევანდელი დიდების. სრულიად ბედნიერი ვარ, როცა წვიმს.